ჯერზე თავიდან ვიბადები. ესეთი ხა, ესეთი სილამაზე. გონია რა არასდროს არ მინახავს. არც ერთ გაზაფხულზე. ძალიან ლამაზი ტყე არის. გაგაცნობთ ჩემს ქალბატონს, რომელიც 5 წელია უკვე ჩემთან არის. იზრდება და იზრდება. რაც შეეხება დღევანდელ დღეს. ეხლა არის 9 საათი. ყავა უკვე გავუმზადებ. ეს დღეა დღეს, როცა მე წავდა საკურას ვნახავ. იმდენად მიყვარს საკურა და რაღაცა სიცოცხლის ხალის გაძლევს. როდესაც საკურას ხედავ, უბრალოდ ფერს აზრი ეცემა და ჩემთვის ეს არის საკურა. წელს ამ გადარბენებზე რომ ვარ, კოლეჯს ვამთავრებ. გამოცდები მაქვს უამრავი, თითქმის ყოველ 2 კვირაში მაქვს გამოცდები და დრო არ მქონდა რა დავსრულებავი საკურის სანახავად. ივნისში, მაისში ვამთავრებ სწავლას და შემდეგ უკვე ივნისიდან დავიწყებ სისტემატურად გადაღებას ვლოგების. დღეს გვაქვს მოკლედ საოცარი ამინდი. მივდივარ ბოტანიკურ ბაღში და ესევე გამოაცხადეს, რომ ანუ ბოლო კვირა არის, სადაც ეს ჩერი ბლოსომის კვირა არის და თავდება რა რომ კვირის ბოლოს საკურა. საუკეთესო ამინდიაისთვის რომ მოვინახოთ. და მოკლედ ყველაზე აყვავებული ეხლა უნდა იყოს ესეთ ჩვენი საკურა. და დღეს მივდივარ მანდ. თან ისტორიას მოგიყვებით. ეხლა რამდენიმე კვირის წინ ვიყავი Barnes & Noble-ში. ეს არის წიგნების მაღაზია. და პირველი შემთხვევა იყო, როდესაც წიგნი ავარჩია ილუსტრაციით, ანუ გარე ყდით. ვიფიქრე, რომ წიგნით არ მომეწონება, არა უშავს ილუსტრაცია მაინც დამრჩება. მგონია აქ. ხო, აქ მაქვს ეს წიგნი. ესეთი საყვარელი ილუსტრაცია ქონდა. რომ წავიკითხე აღწერილობა და მაინტერესა რა. თითქო. როგორც გავიგე, ამას აქვს მეორე ნაწილიც. და გადავწყვეტე, რომ დღეს ვიყიდო ეგ მეორე ნაწილი, რადგანაც უსაყვარლესი წიგნი არის. თავარი ამ წიგნში რაც არის, რაღაც წიგნების მაღაზია, coffee shop, მსგავსი თემები არის აღწერილი. რა თქმა უნდა, თან მოყვება ისტორია. ეს ყველაფერი ხდება იაპონიაში. რომელიც ერთ-ერთი ოცნება არის, სადაც მინდა რომ ვიმოგზაურო. ფერი იმდენად არის აღწერილი ამ წიგნში, რაღაც ერთ-ერთი იაპონიის ქალაქი. ალბათ ოდესმე თუ მოვხვდები იაპონიაში, აუცილებლად ვინახულებ ამ ქალაქსაც. ძალიან საინტერესო და ისეთი წიგნი არის და რას მოვაყოლა ეს ყველაფერი. დღეს რადგანაც ბოტანიკურ ბაღში მივდივართ თემატურად, მინდა რომ თან ეს წიგნიც ვიყიდო. ბოტანიკურ ბაღიდან ახლოს არის წიგნების მაღაზია, სადაც ვიყიდი მეორე ნაწილს. ცოტა ფეხითაც გავისეირნებ და დიდად არ გამსაჯოთ ეშის კეთებით, რადგანაც ძალიან შორს ვარ მაკიაჟიდან და ეხლა რას ვაკეთებ მეც არ ვიცი. უბრალოდ ერთი რაღაც დამუღამებული მაქვს, ერთი რაღაცე. ეხლა დავამუღამე. ვაზელინია და ძალიან ატენიანებს ტყუს. ასევე დედაჩემი სამსახურიდან წამოვა პირდაპირ ბოტანიკურ ბაღში. დღეს არის სამშაბათი. ძირითადად ყველა ჩემი მეგობარი მუშაობს და დღეს მე ვისვენებ.
კლასები მაქვს ორშაბათი, ოთხშაბათი და შაბათი და შაბათ-კვირას ვმუშაობ. დედამ მითხრა, რომ სამსახურის შემდეგ შემოგიერთდებიო და მოკლედ ერთად გავატარებთ დროს და ბოტანიკური ბაღი არის ბრუკლინში. და შემდეგ არ ვიცი დღეს არ ვიცი ხვალ დავთ მანჰეტენზე ცენტრალ პარკსაც მოვინახულებ. რადგან გაზაფხულზე ჯერ არ გავსულვარ და არ მინახავს ცენტრალ პარკის ამ ჩერი ბლოსომები. ამ ბოლო დროს კიდევ დავიწყე. ნეტ აქამდე დამეწყო, მაგრამ ძალიან ვიდრე არასდროს. დავიწყე ესეთი 50%-იანი SPF-ის გამოყენება. არ ვიცი თუ ჩანს. და არის ძალიან კომფორტული. ეხლა საფუძველი ხამოდის და არ მინდა როგორც სახე დამეწყეს, ისედაც პატარაობაში არ მოფრთხილდებოდი და ძალიან ბევრჯერ დავიწვი სახე და ეხაც მაქვს რაღაც ლაქები სახეზე დამწვისგან და უბრალოდ ეს იწაისვა. ჩანთაში შეგიძლია ჩაიგდო, ძირითადად რასაც ვუფრთხილები არის თვალის ქვემოთ. არ დამეწვეს. სენსიტიური და ესეთი ზოგადად მანდარისგანი ძალიან თხელი. უნდა მოვუფრთხილდეთ. და ყელზე. თურმე ყელი ყველაზე მარტივად ვერდება. და ასაც უნდა გავუფრთხილდეთ. Okay, that was all. საოცრად მომწონს ეს ადგილი, სადაც ახლა ვცხოვრობ. წინ არის პარკი. ჩერი ბლოსომი აქაც არაკლია. პირდაპირ არის ვერაზანოს ხიდი. მოკლედ ესეთ სამეზობლოში ვცხოვრობ. და ერთი წლის წინ სადაც ვცხოვრობდი ნიუ-ჯერსიში, ვესტ ნიუ-იორკი, ესე ქვია. საოცარი ხედი იყო იქედან მანჰეტენის. და აი მარტო მან ცხოვრება ღირდა რომ აი ხედი შეგეგმის. მოკლედ ჩემზე ძალიან მოქმედებს გარემო, ასევე მოქმედებს ამინდი. ზაფხულობით ვარ ყველაზე აქტიური, ყველაფერი მინდა გავაკეთო გარეთ, ფეხით ვიარო, პარკებში ვიარო. ყველაფერი შემიძლია გავაკეთო ზაფხულში. ზამთარში ნაცრისფერი რო არის. აი ყველანაირი უაზრო ფიქრი რაც შეიძლება რომ მოგივიდეს და დეპრესიაში ჩაგაგდოს, ალბათ აი ვიზიტო. Park Slope-ში ვარ, ბრუკლინის ერთ-ერთ უბანში. პირველი ნაწილი ჩანს და მეორეს ვერ ვყოლობ. სისტემაში აჩვენებს რომ აქვთ, მაგრამ დახლზე სადაც უნდა იყოს, იქ არ არის. ეს წიგნი თუ გეცნობათ, ამ წიგნზე არის ანუ როგორი მომენტი იცი, თან რო უყვართ და თან ვერ იტანენ და ძალიან ისეთი დრამატული წიგნი არის, როგორც ვიცი. მაინტერესებს რომ წავიკითხო, მაგრამ რაღაც არ მინდა რომ კითხასიათზე გავიჩითო ამ წიგნის გამო. იპოვეთ. აი, აქ იყო. ეს არის მეორე ნაწილი. ანუ განჯერო
ყოველ გაზაფხულზე ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ თითქოს და პირველად ვარ გაზაფხულზე და არასდროს არ ყოფილვარ გაზაფხულის პერიოდში ამ სამყაროში. ყოველ ჯერზე თავიდან ვიბადები. აი ესეთი ხა, ესეთი სილამაზე. გონია რომ არასდროს არ მინახავს არც ერთ გაზაფხულზე. ერთადერთი რაც ამ ყველაფერს ცოტათი ისეთ ხდის რაღაცა გინდა რომ შენთან მარტო დარჩე, გინდა რომ აი დააკვირდა ის სიამოვნო, აი ამ რაღაცები ცოტა გაგიჭირდება, რადგან ძალიან ბევრი ბავშვი არის და მათი ტირილი და ხმაური ამ ყველაფერთან გაშორებს. ერთ კვირაში სადღაც ეს ყველაფერი გაქრება, ჩამოიყრება და მომავალ წლამდე უნდა დავემშვიდობოთ. You look so cool. She's my mom. Look at her style. Let me see her shoes. აი ესენი როგორ არიან ესეთი ლამაზები? How gizdi? ხო. პარკის ლოქში არის დაახლოებით მსგავსი ტიპის სახლები თითქმის ყველგან. აი ესეთი ჩაწყობილი.
Pies. Yummy. ეს არის საოცარი ამინდი სიტყვა და გადავწყვიტეთ მე და დედამ ერთად გავატაროთ დრო და წამოჩქარეთ ქარა გაგვიტანოს და გამოვედით ცენტრალ პარკში რაღაც ასწნავები ვიყიდეთ როზეტას ბეიქერიდან და ასევე დონატები ვიყიდეთ რომელიც არ მაქვს გასინჯული ეს ცნობილი დონატები ასევე არის საკურას პერიოდი და იმედია დაგხვდება ლამაზი ხეებით და მოვედით ახლა პარკში. ისეთი ლამაზი ხის ძირში შეხვდით. მოვუსწარით საკურას. ძირჯერობით კიდევ არის შემორჩენილი. მოდი ახლა გავსინჯოთ. რაც ვიყიდეთ. ავტესტოთ. შარმოთან ისეთი ცივია When I saw you walking down that hill, head high and shoulders back. Okay, ეხა მოდი გავსინჯოთ. ეს რა? თეთრ გავსინჯოთ და დამიდე. რატომღაც გიждებია მე დონატზე და ვარჩი. რომელი კიდე? ეს არის კრემი. ლიმონი რომელია? ლიმონი ვიზავედე. ლიმონი უნდა იყოს აი ესა. და ნახევარი. ლიმონი. ნახევარი შენ არ მინდა მე. ლიმონი ვიზავედე. ერთი არის ეს არის cream cheese-ით. ვართა კაია? Oh my god, არ მინდა მე ამას გავსინჯავ. რაღაც იყო. აშენე ჯერ მოგატა. Ha, просто чила. Ой, okay. Ეხა ის საფუჩა. და cream cheese. აუ ეს შემოგაია. მარილი. გამგაია. ძალიან სასიამოვნო არის ესეთ ამინდში გარეთ გამოსვლა, ბუნებაში ყოფნა.
უბრალოდ აიგეხმარება, რომ კარგ ხასიათზე იყო. მხოლოდ საკმარისი არის, აი ბუნებაში გასვლა და უკვე კარგ ხასიათზე ხარ. Ну, რა თქმა უნდა, ის ადამიანებსაც უნდა შეძლოთ ამ ყველაფრის დანახვა ამ სილამაზეების. და უკეთ აი ესეთი ლამაზი დღე არის დღეს. ეს ქალბატონი დედა. Sti modeli გოგო არის. Love it. Tatrialdi. Wow. Really ballerina. Nice. ჩადება არ მინდა. აი ეს. წამოდი აბა. What's that? Can I stay? ისეთი კომფორტული ადგილი მიყავე. აქედან გასვლა არ მინდა. სიამოვნებით დავრჩებოდი აქ. ძალიან ლამაზი დღე არის. გამავედი. კაი. სიამოვნე. კი. დაჭიქია მოსწრაფი. კი. გავდივართ ახლა ცენტრალ პარკიდან. ეხა მაღაზიაში გვინდა გავიდეთ, რომელიც ცენტრალ პარკთან ახლოს არის. და კანის დამატენიანებელია თუ იქნება გაგვიმართლა. აფრიდი. ძალიან დიდი ხანია მინდა. და შემდეგ წავალთ სახლში, რადგანაც უკვე ღამდება. 7 დაიწყო. თუმ 7 და რაღაცნაირი დღე გამოვიდა. ძალიან ვისიამოვნე მოკლედ დღევანდელი დღით. With the new thing. They're gonna send us, no, they're setting up. I'll spray one for you to see. Yeah, that's perfect. It's შენექნება ტანზე. It's good. Nice, right? Yeah. Is that all for you today? Yeah. Would you like a bag? I got my body lotion. It's getting better, right? Oh, that's perfect.
დავიმშვიდობები ახლა. მოკლედ აქ დავასრულებ დღევანდელ vlogs და მომავალ შეხვედრამდე. უკვე გაზაფხული არის, ეს იმას ნიშნავს, რომ სითბოა, ხშირად გავალაგარეთ, რომელიც მომწონს საშუალებას იმის, რომ უფრო მეტი vlogები შემოგთავაზოთ, უფრო საინტერესო და ხო, დაველოდოთ შემდეგ vlogs.